ერთი მოვიდა და ვაქე რა კაი გოგოა მეთქი და ეს რა კარგი ყოფილაო და გათხოვდა. მეორე მოვიყვანე ეს რა კარგი ყოფილაო და ისიც გათხოვდა. ერთი მე ვთქვი არავინ არ წაიყვანს მეთქი და ხაშვრიდან მოვიყვანე ერთი პენსიონერი. ის პენსიონერს ვაქე ისა ანი და ის პენსიონერიც გათხოვდა და უყურე როგორ არის 22 წლის ადრეა გათხოვება. გაიგე? ამიტომ ხელშეკრულება უნდა გავუკეთო რომ 4 წლის განმავლობაში თუ გათხოვდება, მაინც აქ იმუშავებს. ხო ესეა? კი ბატონო. მოგესალმებით ბიჭებო, მოგესალმებით. ყურებლები ყავთ თქვენ, ხო? და ვინ ხართ თქვენ ახლა, რომ გავაცნოთ? გაყიდვების მენეჯერები ხართ თქვენ. მათე მოტორსის გაყიდვების მენეჯერები, რომლებიც ბლატაობთ, რომ მაგრები ხართ. ბევრს ყიდით და მაგრად მუშაობთ. კარგი. გიო, ცოტა მოიწიე ეს ავტომობილები ვაჩვენოთ მოსახლეობას და ვიწყოთ განხილვა. აი უყურეთ როგორ არის. დღეს საქართველოში ყოველ მეორეს შემოყავს ელექტროავტომობილი. საქართველოში დღეს თუ ვინმეს ელექტრომობილის ყიდვა უნდა და მერე მისი მომსახურეობა სად არის? სად შეიძლება ეს იყოს დღეს? ჩვენ ხო ვიცით ბაზარი. ბაზარი შესწავლილი გვაქვს, ხო? და მერე მოდიან ადამიანები და იძახიან, რომ იქ არ ვარგა, აქ ვარგა. მე ჩვენ ვიცით სად ვარგა და სად არა. მაგრამ ჩვენ ამ წუთავს საუბრობთ ელექტრომობილებზე. ეს არის მაინც უკვე დღევანდელი დღე. გუშინ ჩვენ ვიძახოდით, რომ ეს არის ხვალინდელი დღე. ეს უკვე არის დღევანდელი დღე. და თუ ვინმეს დღეს უნდა დაუშვათ ოჯახისთვის ავტომობილი, ჩვენ დღეს იმიტომ ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ საოჯახო ავტომობილი შემოვიყვანეთ, რომელიც შემოგვყავდა, მაგრამ უკვე შემოვიყვანეთ 26 წლის მოდელი, ხო? და რამდენს გადის? ფონჩებზეა საუბარი. ფონჩი ელექტრო EQM 5 პლუს ვერსიები, მაქსიმალური კომპლექტაციები, რომელიც არის უკვე 610 კილომეტრი გამავლობით. მაქსიმალური გამავლობა 610 კილომეტრი რესურსი. და ახლა შევადაროთ ეს ავტომობილი ნებისმიერ ავტომობილს, აი მაგალითად სამუშაოდ, ოჯახისთვის. აი ჩვენ მაინც ვაწვევით ტაქსი, ხო? ტაქსის ავტომობილებისთვის. დღეს ჩვენ ყავს აზერბაიჯანში 70% აი ეს ავტომობილია ტაქსი. რატომ? ეს არის ბიზნეს კლასის ტაქსი. თუ შენ აი ესეთი გინდა გიბრიდი, მაშინ გიბრიდი